ქაოტური მშენებლობების შეზღუდვა და ზონალური განაშენიანება ასეთია ატენის ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის განვითარების გეგმა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს. დოკუმენტის საბოლოო ვერსია დღეს დეპუტატებს გორის განვითარების სააგენტომ წარუდგინა, სადაც გაწერილია ის ძირითადი საკითხები, რომელიც ხეობაში პირველ ეტაპზე უნდა მოგვარდეს. საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ ატენის ხეობას სწორი განვითარების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რადგან ის განსაკუთრებულია როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობით. ეს დოკუმენტი არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რითიც შეიზღუდება ქაოტური განაშენიანება, მხოლოდ და მხოლოდ მოხდება არსებული განაშენიანების ფარგლებში მშენებლობა და ეს მშენებლობაც მოხდება არქიტექტურულ-ესთეტიური პარამეტრებით. ასევე ტანის ხეობაში იქნება ზონალობა, მაგალითად ცენტრის ზონაში იქნება უფრო მჭიდრო განაშენიანება, შემდეგ უკვე ვენახი 2 ზონაში იქნება მხოლოდ საცხოვრებელი სახლები და კოტეჯების ტიპის დასახლება, ხოლო მესამე ზონა დაეთმობა უშუალოდ ვენახებს, ბაღებს, სადაც ზედმეტი სამშენებლო გარემო არ იქნება. გარკვეული ტერიტორიები გამოიყოფა, სადაც ვენახები გაშენდება, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა და დამშვენებლისთვის და ტურისტისთვის იქნება ნორმალურად მოწყობილი აღნიშნული ტერიტორია. სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით და ტურისტული განვითარების კუთხითაც მოწყობილი იქნება ატენის ხეობა.